ძისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა. ამინ. ჩვენთან არის ღმერთი. დიდება და მადლობა უფალს დღევანდელი დღისათვის, დღევანდელი წირვისათვის. დღეს რამდენიმე მნიშვნელოვანი რამ აღინიშნება. პირველ რიგში ეს არის წმინდა ელია თესბიტელის ხსენების დღე. თქვენ იცით, რომ ეს იყო დიდი წინასწარმეტყველი, რომლის სახელზეც იყო ჩვენი უწმინდესი პატრიარქი ილია მეორე ნაკურთხი. ესე რომ დღეს ჩვენი უწმინდესი პატრიარქი ილია მეორეს ანგელოზის დღეც არის ყველაფერთან ერთად. ასევე არის წმინდა ილია მართლის ხსენება, ილია ჭავჭავაძის. და მოიხსენიება თოთის მთაზე აღსრულებული სასწაული, რომელიც მეფე მირიანს შეემთხვა, როდესაც ის აპირებდა, რომ ქრისტიანები უნდა დაეხოცა ამ ნადირობის შემდგომ, მას ხორციელი თვალი დაუბნელდა და ამ ხორციელი თვალის ახელასთან ერთად მას აეხილა სულიერი თვალით და სწორედ ამ მოვლენას უკავშირდება შემდგომ მთელი ერის გაქრისტიანება. რაც შეეხება წმინდა ელია თესბიტელს, თქვენ იცით, რომ ის მოღვაწეობდა ისეთ პერიოდში, როდესაც ისრაელში იყო მეფე აქაბი. აქაბს ჰყავდა წარმართი მეუღლე იეზაბელი, რომელი მეუღლისგანაც ისწავლა კერძსახურება. ბაალის კერპი იყო იმ პერიოდში, რომელიც მოსავლიანობის და წვიმის ღმერთად ითვლებოდა. ამიტომაც თქვენ წმინდა წერილს კითხულობთ, გახსოვთ, რომ 3 წელი და 6 თვე არ უწვიმია ელიას ლოცვით. ეს შემთხვევით კი არ იყო, არამედ ადამიანებს რომ სწორედ ის სულიერი თვალი ახელოდათ, რაც მეფე მირიანის შემთხვევაში მოხდა. სულიერი თვალი რომ ახელოდათ, ამიტომაც იყო, რომ 3 წელი და 6 თვე არ იწვიმა. ხო იტყოდნენ, რომ ხო უნდა დაფიქრებულიყვნენ, რომ თუ მართლაც ღმერთია ეს ბაალი, რომელსაც ისინი მსახურებდნენ, რატომ არ წვიმს? თან წვიმის და მოსავლიანობის ღმერთი, რატომ არ წვიმს 3 წელი და 6 თვე? თუ ესეთი უძლურია, რომ ერთი ადამიანის ლოცვამ შეაჩერა წვიმა და ჩვენს ღმერთს ვერ მოყავს წვიმა. აი ამაზე უნდა დაფიქრებულიყვნენ და სწორედ ამიტომაც დაუშვა ღმერთმა. ამას გარდა სხვა შემთხვევაც იყო. როდესაც ხალხის ჭეშმარიტებაში მოსაყვანად ზოგიერთის მისწრაფებით ხალხის საცდუნებლად და ზოგიერთისა ჭეშმარიტებაში მოსაყვანად მოაწყეს ასეთი რამე. შეიკრიბნენ ბაალის კერპის მსახურება და ასევე იქ იყო ელია თესბიტელი სხვა წინასწარმეტყველებთან ერთად და ხალხისთვის უნდა ეჩვენებინათ, ვინ არის ჭეშმარიტი ღმერთი. ჯერ თითქმის მთელი დღის განმავლობაში, ესე იგი, ჯერ უნდა შევედრებოდნენ ბაალის კერპის მსახურები, ანუ სამსხვერპლო ააგეს და მსხვერპლი დადესდე და უნდა ელოცათ და ზეციდან უნდა ცეცხლი გადმოსულიყო. ილოცეს ბაალის კერპის მსახურებმა, დიდხანს ლოცულობდნენ, გარშემოულიდნენ, მაგრამ არაფერი. ელია ეუბნება კიდევაც, რომ ცოტა ხმამაღლა შეძახეთო, იქნებაო ზინავსო თქვენს ღმერთს. არაფერი ცეცხლი არ გადმოვიდა. შემდეგ დადგა ელიას დრო და ელიამ უთხრა, რომ სამსხვერპლოზეცო და სამსხვერპლოს გარშემოცო წყალი დაასხით, აი რომ დაეტბორათ, რომ არავის არ გონებოდა, რომ იქ რაღაცა მოხდა. და ელიამ ილოცა და ზეციდან გარდა მოხდა ცეცხლი. და არა მარტო ის სამსხვერპლო დაიწვა, არამედ ბაალის კერპის მსახურებიც. ესეთი მოვლენები ადამიანის ცხოვრებაში არის, რომ რაღაცა ჩვენ სულიერ თვალს ცდილობს, რომ გაგვახელინოს ეს სულიერი თვალი. თუ ჩვენ განგება დავხუჭეთ ეს თვალი და სინდის ყური არ წაუყურეთ, ესეთი რაღაცები ადამიანის ცხოვრებაში ხდება. რაც მეფე მირიანის შემთხვევაში მოხდა, თუმცა მან
არ დახუჭა, მას სინდისთან სწორი ურთიერთობა ჰქონდა, განსხვავებით მეფე აქაბისა, რომელსაც ამ შემთხვევის შემდეგაც არ აეხილა სულიერი თვალი. აი ამაზე აქვს საუბარი. ადამიანის ცხოვრებაში ხდება ასეთი რაღაც, რომ რაღაც აი ხელმოსაჭიც ღმერთი აუცილებლად გაძლევს. თავარია შენ როგორ გამოიყენებ ამ ყველაფერს. ისევე როგორც აი მაგალითად პეტრე მოციქულის შემთხვევაში იყო, როდესაც დღეს ჩვენ სახარება ამოვიკითხეთ, სწორედ აქ იყო. როდესაც მაცხოვარმა ადამიანები, რომლებიც დააპურა 7 პურით 4000 კაცი და შემდგომ მოწაფეები გაუშვა ნავით, სანამ ხალხს გააცილებდა, შუაღამისას მიდის მათთან. და მათ შეეშინდებათ, მოწაფეებს შეეშინდებათ, რადგან მაცხოვარი ასე წყალზე მიდის ფეხით. და მოჩვენება ეგონება თუ მახარებელი აღწერს. და უფალი ამხნევს და ეუბნება, ნუ გეშინია თუ მე ვარ. და ახლა სიბნელეში მაინც ვერ ხედავენ და პეტრე მოციქული ეთქვის, უფალო თუ შენ ხარო, მიბრძანეო რომ შენთან მოვიდე და მაცხოვარიც მოუხმობს. პეტრე გადმოდის ნავიდან და წყალზე მიდის. აქ ყოველგვარი კანონი ირღვევა ბუნებისა, თავისთავად ცხადია და ასედაც ამბობს წმინდა წერილი, რომ სადაც აენებოს ღმერთსა, იძლევის წესი ბუნებისა. ანუ კი არსებობს მიზიდულობის კანონი, მაგრამ განა ეგეც ღმერთმა არ შექმნა და სადაც ღმერთს უნდა ეგ არ იმოქმედებს. ანუ მხოლოდ ლოგიკური აზროვნება კი არ არის აქ, არამედ თუ ადამიანი ღმერთს მიენდობა, ღმერთს შეუძლია რომ პეტრე მოციქულივი წყალზეც კი გაატაროს ადამიანს. მაგრამ იქ სადაც წყალზე მიდიოდა პეტრე მოციქული და დაემორჩილა მისი გონება აი ამ ბუნების კანონებს და ლოგიკური აზროვნების ჩარჩოში მოექცა და ფიქრობდა რომ რანაირად უნდა ვიდგე წყალზე, ასეთი ქარიშხალია, ტალღებია, მაშინ დაიწყო დანთქმა. და მაცხოვარს უხმობს საშველად და უფალი ხელს მოკიდებს და ამოიყვანს და ეთქვის, მცირედ მორწმუნეო, რატომ შეურგულდიო, ანუ რატომ დაეჭვდი? და ეს მხოლოდ პეტრე მოციქულს კი არ მიემართება, რომელიც ყველაზე მეტად გულმხურვალე იყო მოციქულთა შორის და თუ მას ემართება ასეთი რაღაცა, რა გასაკვირია ჩვენ დაგვემართოს. და თითოეულ ჩვენგანს ეუბნება, რომ მცირედ მორწმუნეო, რატომ დაეჭვდი? რატომ ხარ მიჯაჭვული მხოლოდ ხორციელზე და მატერიალურზე? ზოგი ადამიანი, ესე იგი, ეკლესიურ ცხოვრებას არ იწყებს იმის გამო, ან საბაბად და მიზეზად აქვს, რომ ჯერ არ სცალია, სამსახური აქვს თუ რაღაცა აქვს. ზოგი სპორტსმენია, ზოგი სწავლობს თუ და საბოლოო ჯამში ისე გამოდის, რომ ქრისტიანობა არის იმ ადამიანისთვის, ვინც უსაქმურია, მოცლილია, არც ვარჯიშობს, არც სწავლობს და არაფერს არ აკეთებს. იქ სადაც დავით მეფეს, დავით აღმაშენებელს ბრძოლაში წიგნები დაჰქონდა და არაერთხელ კითხულობდა წმინდა წერილს. წარმოიდგინეთ ახლა ის ჩვენზე უფრო მოცლილი გამოყავს, აი ამ ლოგიკით, ამ აზროვნებით. ჩვენ ძალიან დავკითხულები ვარ და იმ კაცს ბევრი დრო ჰქონდა, ესე ბევრ დროზე კი არ არის აქ საქმე, დიდი გულმოდგინება ჰქონდა. ვინც როგორ შეიყვარა უფალი, ისე ემსახურა მას. აი ილია ჭავჭავაძის ხსენებაა დღეს. ილია ჭავჭავაძემ რომ შეიყვარა უფალიც და რომ შეიყვარა სამშობლოც და სწორედ სამშობლოს მოკლა ვისაც ეწადა, მან მოკლა ილია ზუსტად. თუმცა მე არ მახსოვს ერთ-ერთი ქართველი დიდი მოღვაწე ამბობს, სახელი და გვარი მე დამოვიწყდა ახლა. ის ამბობს, რომ რადგან ილია მოკლესო, ეგ იმას ნიშნავს, რომ საქართველოს ცოცხალი იყო, სხვანაირად ილიას არ მოკლავდნენ. და სწორედ ილიას და მისნაირი კაცების გამოისობით იყო საქართველოს ცოცხალი. ადამიანები, რომლებიც აი მაგალითად მისი თანამედროვე, ცოტა შემდგომში კიდე მოღვაწე
ექვთიმე თაყაიშვილი. მის ცხოვრებას რომ კითხულობთ, რომ უყურებთ, ფილმი არის ძალიან კარგი გადაღება. ხვდები, რომ ეს კაცი ამისთვის დაიბადა, რომ აი ამას მომსახურებოდა, რომ შეეკრიბა საქართველოს სიწმინდეები, შეეკრიბა ეს განძი, რამდენი იშრობა. და მე ამ განძთან ერთად ემიგრაციაში წასულიყო და დაეცა იქ. ფაქტიურად ამ განძის ცველად იყო ეს კაცი დაბადებული, რომ უკლებლი ყველა ნივთი დაებრუნებინა თავისი სამშობლოსთვის და შეენარჩუნებინა თავისი კულტურა და იდენტობა. აი ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ეს ადამიანი ამისთვის ცხოვრობდა და ადამიანები, რომლებმაც შეძლეს, რომ თავისი ნაჭუჭიდან გამოსულიყვნენ, პირადი ინტერესებიდან გამოსულიყვნენ და საქვეყნო საქმისთვის მოეკიდათ ხელი, სწორედ აი ესეთი ადამიანების ძალიან დიდი ღვაწლით, შრომით, ტკივილით და ზრუნვით დგას დღესაც ჩვენი სამშობლო. აი ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და აი დღევანდელ სამოციქულოში ნახეთ რა წერია, რომ მე როგორც ბრძენმა ხუროთ მოძღვარმა მოციქული პავლე ამბობს, საფუძველი დავდეო და თითოეულიო ეკრძალეთო, ანუ ფრთხილად იყავითო, თუ როგორ აშენებთო ამ საფუძველზე. და შემდეგ ჩამოთვლილია. ესე იგი, ზოგი აშენებსო, როგორც ოქრო, ზოგი როგორც ვერცხლი, ზოგი როგორც სპილენძი თუ ხით თუ თივით. და ამ ყველაფერსო საბოლოო ჯამშიო ცეცხლი გამოწდის. ანუ ახრაზეა ლაპარაკი, რომ თითოეული თავისი ცხოვრების წესით ან აშენებს, ან ანგრევს. ვინც ანგრევს, იმაზე საუბარი აღარ არის. მაგრამ ვინც აშენებს, როგორ აშენებს, რამდენად შეიყვარა უფალი. როგორც თივა, ეგრე შეიყვარა, როგორც ხე, როგორც სპილენძი თუ როგორც ვერცხლი და ოქრო. ანუ აი ამ სკალაზე სად არის მისი განწყობა. როგორ შეიყვარა მან უფალი და როგორც შეიყვარა თითოეულმა, ისე აშენებს. და ამ ყველაფერს ცეცხლი გამოწდის. ვიღაცის საქმე დაიწყება და ვიღაცისა დარჩება და ეს გადარჩება. და ისე გადარჩება, როგორც ცეცხლისაგან გამოტაცებული. ანუ თითოეული ადამიანის გადარჩენა ესეა, თითქოს ცეცხლიდან გამოგიტაცა და ჯოჯოხეთის სატანჯველებს გადაურჩი. ამიტომ აი ვისაც რა მიენდო ამ წუთის სოფელში, დიდი იქნება თუ მცირე, ამას არ აქვს არსებითი მნიშვნელობა, დიდი მოგენდო თუ მცირე მოგენდო. რაც მოგენდო, იმას რამდენად ღვთის სიყვარულით აკეთებ. აი ამაზე აქვს ლაპარაკი. რამდენად გულმოდგინედ აკეთებ, რამდენად ღვთისთვის სათნოთ აკეთებ და ადამიანების სასარგებლოდ. აი ამას გულისხმობს სწორედ, როგორც ოქრო ეგრე გეძვირფასება, ეს ამ საქმის კეთილსინდისიერად აღსრულება, თუ როგორც თივა, ეგრე მიაფუჭეჭება საქმეს. ამ წუთის სოფელში ეგ არ გამოჩნდება. და ჯობია არც გამოჩნდეს. რომც ისე აკეთებდა, რომ ოქროსავი, ჯობია არ გამოჩნდეს. გამის გამო ვიღაცამ ხება არ დაგიწყოს და ისიც არ გაგიფუჭოს. ჩვენ სამწუხაროდ ძალიან ხშირად ერთმანეთს პირში ვაქებთ. გამით ერთმანეთს ვაზიანებთ. ჯობია ეს არ გამოჩნდეს და თუ ღმერთი ჩათვლის საჭიროდ, იქ გამოაჩენს სადაც საჭირო. თუნდაც ამ წუთის სოფელში. ოღონდ ჩვენ არ უნდა ვიჩქაროთ. ჩვენ რაღაცა პატარა სიკეთეს გავაკეთებთ, ისიც ღმერთი გააკეთებს ჩვენი ხელით და ვერ ვისვენებთ, რომ ეგ არა ვთქვათ. აი ვერ ვისვენებთ, რომ ეგ არა ვთქვათ. გვინდა რომ გამოაშკარავდეს და სად გვეჩქარება? ჯობია დაფარულში დარჩეს. იმიტომ არ უნდა გვეჩქარებოდეს, რომ ესე იგი წმინდა იოსების სიხასთვის წეს თავის სულიერ შვილებს, რომ ერთ-ერთ სულიერ შვილს, რომ ადამიანებისაგან ნუგეს ნუეძებ, თორემ ქრისტესგან ვეღარ მიიღებ ნუგეს.
და ჩვენც არ უნდა ვეძებოთ ადამიანებისგან არც ნუგეში და არც შექება. თორემ მაშინ დავკარგავთ ღვთისაგან შექებასაც და ღვთის ნუგეშსაც. ამიტომაც არ უნდა ეძებ. ის ადამიანური შექება თუ ტაშის დაკრა, ის წამიერია. დღეს შეიძლება ტაში დაგიკრას და ხვალ იგივე ხელი შენს დასაცინად გამოიშვიროს და გასაკეცხოთ. ამიტომ ეს არ არის სანდო. და ვინც სანდოა, იმისი ნუგეში არ უნდა გავცვალოთ იმ მსრავს წარმოვალ ნუგეშზე და არ უნდა ვიჩქაროთ, რომ გამოაშკარავდეს, რომ ვითომ ჩვენ რაღაცა გავაკეთეთ. ეგ იმას გავს, რომ მაცხოვარი რომ იერუსალიმში შედის და ტანისამოს და ბაიას ტოტებს რო უფენენ, ამ სახედარმა წარმოიდგინოს, რომ ამას ჩემთვის აკეთებ. ჩვენ გვავიწყდება, რომ თუ რამე სიკეთე კეთდება, ღვთისგან არის ყოველი. რადგან უფალი ამბობს, რომ თვინიერ ჩემსა არ არის აი ძალგიც ყოფად არც ერთი. ვერაფერს ვერ გააკეთებ ღვთის გარეშე. და ვინც ამაში დარწმუნდა, რომ ვერაფერს გააკეთებს ღვთის გარეშე, მან სიმდაბლეც მოიპოვა. და რადგან სიმდაბლე მოიპოვა, როგორც უფალი ბრძანებს, დაბალთა მოსცის მადლი და მადლიც მოიპოვა ამ სიმდაბლესთან ერთად და სწორედ ეს მადლი შეეწევა, რომ კვლავ და კვლავ აკეთებინებდეს იმ სიკეთეს. და ვინც თავის თავს მიაწერა, იმაზე ნათქვამია, რომ ამ პარტავანთა შემოსრავს ღმერთი. იმის წაბორძიკება და იმის დაცემა მალე იქნება, ვინც თავის თავს მიაწერა. ამიტომ თუ გვინდა, რომ ესე იგი ჩვენ ღმერთს ვემსახუროთ და ჩვენს სამშობლოს ვემსახუროთ, ჩვენ უნდა მოვიპოვოთ მადლი. და მადლი მოღვაწეობით კი არ მოიპოვება, არამედ მადლი სიმდაბლით მოიპოვება. ამ მოღვაწეობაში ჩანს თავისთავად ჩვენი სწრაფვა და სიყვარული ღვთისადმი, მაგრამ მადლი სიმდაბლით მოიპოვება, როგორც წმინდა მამები ამბობენ და როგორც რაღაცა წმინდა წერილიდანაც დავადასტურეთ. და წმინდა იოანე ოქროპირი ამბობს ერთ-ერთი სახარებისეული მონაკვეთის განმარტებისას, რომ როგორი დიდებულია ქრისტესთვის ნაწამები ადამიანის სხეულის ხილვა. რომ იცი, რომ ეს ქრისტეს სიყვარულისთვის ეწამა. რომ იცი, რომ ეს სამშობლოს სიყვარულისთვის აღესრულა ბრძოლის ველზე. აი ესეთი ადამიანის დაჭრილი სხეულის ხილვა როგორი დიდებულია. ეს აუცილებლად რამეს ამბობს ესე. არა ის, რომ დასვენებული და გოხდათ გამოწყობილი, არამედ აი სწორედ ტალახში ამოსრული, დაჭრილი, დაღლილი, ნაგვემი, ოღონდ ქრისტესთვის და ოღონდ სამშობლოსთვის. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ეხლა მაგალითად ხო არის, რომ დღის განმავლობაში ადამიანს თუ დიდხანს ძინავს, ხამე ვეღარ ისწრებს. მაგრამ დაღლილი ადამიანის ძილი და სასიამოვნო. და სულიერადაც ასე, მთელი ცხოვრება თუ გძინავს, მაშინ ვერ იქნება სასიამოვნო გარდაცვალება. მაგრამ მთელი ცხოვრება თუ ღვთის სადიდებლად იშრობთ, მაშინ გარდაცვალება ტკბილი იქნება და ამიტომაც მთელი ცხოვრების მანძილზე თუ ადამიანს ჩაეძინა სულიერად, ის მოსვენებასაც ვერ იპოვეს. წმინდა წერილში ასეთი სიტყვები წერია: ცოტა ხანს ჩათვლენ, ცოტა ხანს წაიძინებ, ცოტა ხანს თავს ქვეშ ხელებს ამოიდებ და შენი გაჭირვება იარაღასმული კაცივით მოგადგება კარზე. და სულიერ სფეროშიც ასეა. ცოტა ხანს ჩასცვლებ და შენს თავს ძილის უფლებას მისცემ და შენი სულიერი გაჭირვებაც იარაღასმული კაცივით მოგადგება. ამიტომაც ჩვენ უფალი სიფხიზლისაგან მოგვიწოდებს, რომ ღვიძარე იყვენითო, რადგან არ იცით ის დღე და ჟამი, როდესაც უფალი მოვა. და არც ჩვენ არ ვიცით ის ჟამი, როდესაც ჩვენ ღვთის წინაშე წავდგებით. და ნეტარიაო ის მონაო, ვისაც უფალი
რომ დაბრუნდება საქმეში მყოფს მოუსწრებს. ანუ რაც ღმერთმა დაგავალა, იმ საქმის გულმოდგინედ მკეთებელს რომ მოგისწრებს. აი მაშინ ბედნიერი ხარ. ღმერთმა მოგვანიჭოს თითოეულს ეს ბედნიერება, რომ ღვთისთვის სათნოთ იყოს თითოეული ჩვენი წუთი და თითოეული ჩვენი ამოსუნთქვა. ღმერთმა დალოცული და გახარებულები გავხდეთ. ჩვენთან არის ღმერთი.